მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა Georgia First-ი თავაზობთ გადაცემას მილენიალს. მე კი მისი წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ხავს, მხატვარი, ხო? შოთა გლურჯიძე. თუმცა არა მარტო მხატვარი, თეატრის მხატვარი. ხო. უამრავ სხვა მიმართულებით კულტურის უამრავ სხვა მიმართულებითაც თავი გამოცადა ესე ვთქვათ. და საკმაოდ ვიჯერი ადამიანი. მოკლედ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კულტურაზე და საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე ამ სამ რაღაცაზე. და მინდა ესეთი რაღაცით დავიწყო რა. თქვენ ხა 61-იანი ხართ, მამაჩემის ტოლა ხართ ზუსტად. და აი რა ფაქტიც მოხდა კონკრეტულად აი რუს ქალბატონთან დაკავშირებით, როდესაც ქართველმა მამაკაცმა დაარტყა, ხო. იცით რა არის? მე მესმის საქართველოში რატომ შეიძლება ვიღაცებს სძულდოთ რუსეთი. იმიტომ რომ არის იყო ომი, შეიძლება ვიღაცის ახლობელი დაიღუპა, შეიძლება ვიღაც მშობელი, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ეს ფენომენი, ჩემთვის გასაგებია. მაგრამ რაც არ არის გასაგები, ხო? ეს არის ქცევის ნორმები, რომელიც შემოიღეს. თითქოს ყველაფერს, ყველანაირ უზნეობას რუსოფობია წერს. აი შუა ყველაფერი უზნეობა შეგიძლია გააკეთო, ყველანაირი რაღაცა ეს ინდულგენცია საერთოდ. ანუ შენ თუ ხარ უბრალოდ თუ ხარ კაი რუსოფობი, მაშინ ყველაფერი მოსულა რა. ანუ ყველანაირი მორალური, ვიცი, ეთიკური დარღვევა მოსულა. ხო და მე რამდენად მახსოვს ეს არ იყო მოსული თუნდაც აფხაზეთის ომის შემდეგ. არ იყო ეს რაღაც საზოგადოებაში მოსული. შეიძლება ვიღაცას ცემდა ეგეთი ფაქტი, მაგრამ საზოგადოებისგან არ იყო ესე ვთქვათ, ესეთი ხარდაჭერილი, ესეთი მოვლენა. აი რამ გამოიწვია ეს? ყოველთვის ფიქრობ, აი როგორ მოხდა ეს ეტაპობრივად, რომ რაღაცები არ გადავეცით, აი როგორ მოხდა მორალის ჩამოშლა რაღაცნაირად. იცი რა, ერთი შეიძლება ვიღაცებს ეწყინოს, ერთი პრობლემა არის აქ რა. როდესაც გაქვს არასრულყოფილების კომპლექსი რაღაც. და ეგ განვითარდა, იმიტომ ჩვენ ვიყავ ძალიან დიდი იმპერიის ნაწილი. რომელსაც ჰქონდა რომელიც მახასიათებელიც არის დიდი კულტურა რა. აი დიდი ფეხბურთი ვთქვა, დიდი ბალეტი, დიდი ის და უსმათ აღმოჩნდით მეც რო ვაწერდი ხელს ამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას, თუ რა ქვია. ხო ის ხო იყო ჩატარდა ესა. რეფერენდუმი და მეც მაგრამ მე უკვე რაღაცნაირად გაცნობიერებული მქონდა რომ რაღაცა პატარა პროვინციული ქვეყანა გავხდებოდით რა და მთელი ცხოვრება მე სულ ვცდილობდი რომ არ დაგვეკარგა აი ამ დიდ იმპერიაში რაც მივიღეთ ცოდნა იყო თუ რაღაც ხო იმიტომ რომ ეს პროვინციალობა კლავს თქვენიაზეთ ამ რაღაცა ღირსების სპეციფიურ შეგრძნებას ქართულს ახასიათებდა ხო აი კიდე ცალკე ამბავია ხო და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ეხლაც შევეცადოთ რომ ეს მაგრამ ჩვენ გადავეცით მართვაში განათლების სისტემა და კულტურა ხო ხვებს ხო გარე ძალებს რა აქედან გამომდინარე ჩვენ ვლაპარაკობენ ისა სუვერენიტეტი ძალიან ესეთი მოკაჩული ის არის რა იმიტომ სუვერენიტეტი პირველ რიგში არის როგორც დიშენ შვილს ხო როცა განათლების და კულტურის ისა გადაცემული ხო ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია რომ შენ მიიღო ის რეზულტატი რაც 35 წელი აი ამ რაღაცა პატერნებით უტენდნენ თავს ადამიანებს მე მართლა გეუბნები რა კი არა მაგა ეს რაღაცა კი მე რა ხარ მესმის ეს რატო არის ეგეთი მდგომარეობა გაგებით უყურებ ამას რა რა თქმა უნდა ამის გამოსწორებას უნდა შევეცადოთ მაგრამ მე მგონია რომ ცოტა დაგვიანებულიც არის რაღაც ამბავში რა და მეორე ამბავია კიდე ის რომ შენ დიდ კულტურას, დიდ მეცნიერებას ვერ გააკეთებ დიდი სივრცის გარეშე. და ჩვენ აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც მეორე დიდმა სივრცემ, რომლისკენაც თითქოს მივისწრაფით 35 წელიწადი ვეუბნებოდ ხალხს, რომ რაღაცა იმაში მოხდებით, სანატრელ სივრცეში, ხო? იმანაც დაგვიკეტა ესე კარები რა, ანუ ევროკავშირმა, თქვათ, ხო? და თან პლუს ისეთი რაღაც ისინი დაგვიყენა ხო რომელიც თითქოს ჩვენთვის არ მიუღებელ ჩვენი კულტურისთვის, ადათისთვის და ასე შემდეგ ხო მოთხოვნები
და რუსეთი კიდე აი ამ ომის და იმის გამო გახდა აბსოლუტურად მიუღებელი. იმ ხალხისთვისაც კი, რომელიც ფლობს რუსულ ენას, რუსულ კულტურაში გაზრდილია და ასე შემდეგ. აიგე? და პლუს კიდე რუსული ენის ბარიერი გაჩნდა სერიოზულად, იმიტომ ახალმა თაობამ პრაქტიკულად რუსული არ იცის. და ეგეთი მომენტიც არის, ხო იცი, რომ არ გესმის ის ენა ცოტა გაღიზიანებს, აიგე? რა ენაზეც საუბრობენ. სხვადასხვა იმ კონფლიქტის დროს ჩვენ ნახეთ რომ ის ადამიანები რომლებიც ბიჭები ხო რუსულად ელაპარაკებოდნენ ხო აი ეგ საინტერესო ფენომენია ეგ შეიძლება ეგ პროვოკაციაც იყო რაღაცა შეიძლება ხო არა აი ნახეთ როგორი პროვოკაციას არ უნდა გამეკეთოს ქალმა ხო ესეც რაღაცას არ გავაკეთებ აი როგორი შეურაცხყოფასაც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ უნდა მომაყენოს რაღაცა შინაგანი თუ შენ იმას ყავათული აქ უყურე ანუ აქ არის ეგეთი ის მოცემულობა რომ შენ პირიქით გეუბნება ესენი ადამიანებიც კი არ არიან, გაიგე? რუსი არის მორდერი, რუსი არის, ხო, გაიგე? და ეხლა იქაც არის. ხო, რუსეთშიც არის და ნუ ყველა ქვეყანაში არის ეგეთი რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ეს ძალიან გამვითარდა რა. და ჩვენთან აი ეს იქცა ელიტარულ ნაწილად. აი ეგ პრობლემაა, თორე და იქ მასაში ყველა მასა რაღაცნაირად ერთმანეთს გავს. ხეპრე ვიღაცა იქაც ეგეთია. აქ კიდე ერთი მომენტია რა. აი ეს ღირსება რაც ქართველი კაცის ის იყო, ხო? რა მე მგონი სწორი იქნებოდა რომ აი ესე წასულიყო ჩვენი ამბავი რომ რაც კარგია ამ რუსულ კულტურაში თქვათ იმაში ეს ჩვენ არ გადაგვეყარა. თუ გინდა იგივე ახლა ჩვენ რო თარგმანის ინსტიტუტი ქონდას ისეთი როგორც რუსეთს აქვს მაგალითად ხა ესეთი უამრავს არა ევროპელებს არა წარმოვიდგენელი რაღაცა შენ რო ამენას აგდებ ამენასთან ერთად წიგნებს აყრი წიგნებს ყრი რომელთაც შენ შეგიძლია ტექნიკური ლიტერატურა იქნება თუ სოფლიო ლიტერატურა შეისწავლო და მიიღო ანუ ჩვენ პრინციპში ერთგვარად გაუნათლებლების რჩებით, როდესაც ამენას რომელიც ნუ 200 წელი რუსული კულტურა და ქართული კულტურა თან გადაჯაჭვულია. ვიღაცას მოწონს შეიძლება არ მოწონდეს ეს ფაქტი, ეს აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიულად ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ერთმანეთზე გადაჯაჭვული იყო და ერთ რაღაც მოვლენებზე რეაგირებდა. ერთ ისტორიულ კონტექსტში არსებობდა. იქამდე ეგრე იყო, იქამდე ქართული კულტურა ისეთი მაღალი არ იყო, მაგრამ რეაგირებდა რაც სპარსეთის სივრცეში იყო და რაც იმ დროიდან სივრცეში იყო. რომელიღაც დიდ სივრცესთან იყო. და უცბად აღმოჩნდით რაღაცნაირ გლობალიზაციის პერიოდში ყველაზე მეტად აი როგორც ხელოვნებას ეს აინტერესებს. თითქოს აი ქართული ესე იგი კრეატიულობა, ხელოვნება თითქოს აი ამ სივრცეს არ ჭირდება რაღაცნაირი ეგეთი განსხვავება. არა, აქ კიდე უფრო ცუდი რამეა. ახლა უყურე კონიუნქტურაში ჩაჯდა ქართული კულტურა, განსაკუთრებით თეატრი, კინო და ასე შემდეგ და ანუ სათქმელი გახდა რუსოფობია. ხო, სათქმელი გახდა. ხო, გაიგე? ეგ არის მთავარი პრობლემა. და ამის გამო ძალიან დაეწია დონემ. გაიგე? ანუ თან ეს კიდე ხელშეწყობილია. გაიგე? თან აი ვარ რამდენიმე სპექტაკლზე არ დავასახელებ სახელებს. სადაც აი ნუ ესეთი თემატიკა და აი ერთი შეიძლება ხელოვნების მაიზამაიზ მიზანი არ თუნდა იყოს, მაგრამ აი რაღაცნაირად გამოსავალს თუნდაც აი დევებთან ომის გამოსავალსაც აქ თავაზობს ეს. აი რაღაც პათეტიკურია. ხო. რაღაცა თითქოს აი რა ცუდია რუსი და ამით როგორ ვიღუპებით ჩვენ და ამით თავდება ხოლმე. რა არის გამოსავალი, მითხარი. თუ შენ ესეთი რუსო ფობი ხარ, აი რა არის, რა შეხედავ ამ ისტორიულობაში, სულ ერთ მე რას დავაკვირდით, იცი? აი რაღაცა ხიბში ჩავარდით აი ამ სულ მსხვერპლის როლში. არა, ეგ ხიბლი არის რა. ახლა უყურე, საბჭოთა კავშირის დროს რაღაცას ებრძოდნენ. ისა რა ქვია, დამპალ დასავლეთს თუ რაღაც ხო იყო, ზაგნიევაში ზაპად თუ რაღაც. ხო, ანუ ეს ვინც არის კონიუნქტურში კი
ხო და უდიდესი ნაწილი ხელოვანების მაინც კონjunktურაში არიან. ხო იმ საბჭოთა დროშიც ახლა ის გამონაკლისი იყო გიორგი შენგელაია და ოთარ იოსელიანი და რობერტ სტურუა და მიშა თუმანიშვილი და გაბრიაძე და ეს იყო ნუ აი რაღაცა ამდენ კონjunktურის და ეგეთ კონფორმის ხალხთან უცბად იყო ესეთ მარგალიტები რა და ახლა აქაც იგივეა. აქაც იგივე ხდება, მაგრამ აქ პლუს დაერთო ამას ძალიან დაცემა განათლების დონისა. 35 წელი უბრალოდ მარტო ამ პატერნებს უდებდნენ თავში. აიგე? ეხლა მე სტუდენტს ვეუბნებოდი რაღაცას, რომ რასაც მე ჩემი სპეციალობა რაც არის, იმას ვასწავლი და გოგოა და გოგოს აი ელემენტარულად მაკეტს რო აკეთებს თქვა ხო იმისთვის თეატრისთვის აი მართულინა მოღუნო მიადუღო რა მიარჩილო რაღაცა და ვეუბნებოდი რომ აი შენ მაინც კოსტუმებისკენ იმასკენ მეთქი რომ რაღაცა ის იმიტომ რომ არ არის მეთქი რა ქვია იმისი stage designer-ი ისა რა ქვია თეატრის სეტის მხატვარი არ არის მთლად ანუ ხო კალორი იმ წუთშივე რეაქცია უნდა თქვენ ისახართო რა ქვია სექსისტიო სექსიზი პატრიარქატი ხო შვილო მე სექსისტი კი არა ვარ ხელებს იმტრო ხო ხედავ არა ხო ანუ ფიზიკური ძალა რაღაცეებში საჭიროა ხო და ეს ისეთი პატერნები აქვს ჩალაგებული გაიგე და მეტი არაფერი არ აქვს ის რა ჭირდება თქვა პროფესიას ის ამოღებულია საერთოდ პროგრამიდან იმიდან გაიგე ან უმძიმესი მდგომარეობა არის იმ დონეზე არის კითხვა არ იცი კითხვის პრობლემა არ არის კი ბატონო ჩემ სტუდენტებშიც არის ხო საშინელი მდგომარეობა განსაკუთრებით წერის პრობლემა არის იმიტომ რომ აშკარად შეჩეული არიან მათ გაჯერდა რაღაცა ხო ხდ აღარ ხატავენ ეს პრობლემები ხდება ხო არა არც ხატავენ გაიგე ეს კოგნიტიურ უნარებთანაა წერა დაკავშირებული და ზოგადად მეტყველებასთანაა დაკავშირებული სხვადასხვა უნდა ითქვას ეს ერთი გამოწვევა რომელზეც მე მინდა საუბარი მაგრამ სამდე იქამდე მივართ აი მეორე მოდი ესე თქვა ჩვენი თავის რო გავაკრიტიკოთ რაღაც კონსერვატიული რაღაც ნარატივით რო გავაკრიტიკოთ ხო ისე ამბობენ თითქოს აი რაღაც ადრე იგულისხმება 20 წლის წინ თვითონ ყველაფერი რიგზე იყო რომ როდესაც ეს ლიბერალური რაღაცა ჯერ არ იყო შემოსული ხო არ იყო მაშინაც არა ანუ მაშინ იმდენი პრობლემა დაგროვდა რომელსაც მე მოაჯდა ეგ ლიბერალური რაღაცა ტრენდები და რომ ილუზიური მხსნელის ფუნქცია ქონდა მაგ ლიბერალურ ტრენდებს იმდენად მოდი ესე ვთქვათ აი დავიწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობით რა პოლიტიკური სექტანტიზმი ბელადომანია ის საზოგადოების რაღაცა აი შეუგნებლობა იმ და ეთნოკონფლიქტები ამ შეუგნებლობაზე ამოზრდილია ხო იმაზე კომპრომისის არარსებობა იქ რაღაცა საზოგადოებაში რაღაცნაირად ეს კრიმინალობის აბსოლუტური რომანტიზაცია. ანუ ბევრი ისეთი რაღაც მართლა სიბნელე იყო. რომელზეც აი ეს ლიბერალიზმი გეუბნებოდა რომ მოდი რა ის უფრო თავისუფალი იყავი, აღარ გინდა ამასთან გაწყვეტე ურთიერთობა. ეხლა აი ბევრი ლიბერალისტვის ხო? აი ეს თელი ქართული ტრადიცია დაკავშირებულია აი ხლა რაც ჩამოვთვალე იმ სიბნელეებთან. ხო. იმიტომ რომ მის წარმოდგენაში ხო მილაპარაკია. აი ეს კრიმინალი 90-იანების კრიმინალი მის წარმოდგენაში არის ქართული ტრადიცია. ხო, მიშაც ამბობ ღიპიანი ქართველი, რა ქვია, აეროფლოტით, ქუდი აეროფლოტს რო ეძახოდნენ. ხო და რაღაცა საზღიგრძელობები და ანუ მაგას ვიდა პატერნებია. ეგ ხო არ არის მართალი. ეგ ხო არ არის ქართველი მართლა მარტო ეგეთი რაღაცა კარიკატურული იმისი ნიანგის თუ რაღაც ჟურნალისტის პერსონაჟი რა და მაგრამ იმდენად აი რეფლექსიის უნარის გაქრა კითხვის უნარის ამის გაანალიზების რაღაცის რომ ადვილია ამ პატერნებით ცხოვრება გაიგე იქ მაშინაც ეგრე იყო ის ვიღაცა ჯერ კონკავშირში მიდიოდა მე რაღაცას გაძორებოდა ხა კაი ადგილი ნიშნავს რომ კიდე რამეს მოიპარავდა გაიგე ხო და იქაც ეგეთი რამე იყო გაიგე და ეხლა არის NGO-ში მიხვალ და მე დაგიძახებენ ისა რა ქვია ეხლა ხო ეს საფეხურია NGO-ში ყოფნა რა
მართალია ეხა ვითომ რაღაც გააუქმეს თუ რაღაცა, მაგრამ ეხლა ახალი შეიძლება შეიქმნას აკეთა ენჯიოები შეიძლება. ხო, ანუ რაღაცა ეს ისიქიდა და პირაკეთა ხო, პირაკეთა ისენი რა, ხო და აქედან გამომდინარე, ის ნამდვილი რაღაცა იგივე, თქვათ, კულტურაში ნამდვილი ლიტერატურა, მაღალი მართლა ისეთი მე ხა მაგ რა ურთიერთობა ახალგაზრდა რეჟისორებთანაც იმას ხო და ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე რომ ერთი მოვიდა და ისაო რაღაცა რა დავდგავ თუ რაღაცა მე ვთქვა ბიჭო როგორ შეიძლება შენ რეჟისორი იყო ხო რაღაც რეჟისორი ჩვენ თაობაში იყო როგორც პოეტი თუ რაღაცა ხო რომელიც რაღაც მაღალ იმებში დაფრინავს რაღაცა და არ იცოდე რა გინდა ანუ არ ქონდა სათქმელი და ხო და თან ისეთი ის არ იყო შენთვის აუცილებელი ეს რომ შენ მოკვდები თუ ეს არ გააკეთე ხო ანუ ესეთი თავგანწირვის დონეზე მისული ისა ხო იქ იმასაც ლახავ მე აი ამ რაღაც ცენზურას იმას ებრძვი დაიგე ხო მაგრამ ყველა ხო ეგეთი არ იყო არც ადრე მაგას ვიძახი მაგრამ ეს ერთი ორი ხო იყო ხო მაგრამ იცი რა ის ერთი ორი იყო როგორც აი სერფინგი როა ხო იცი ეს ტალღა მოდის რა რაღაცნაირ აი რაღაცა მომენტში გაიგე ეს მასა ამოდის და ეს პატარა ის არის რა ქოჩორი ამ ტალღის და იმაზე ადიხარ აი ეს ხალხი იყო რომელიც აი ამ დიდი ცოდნის და დიდი იმის მასაზე იყო ამოძდილი ამ ტალღის თავზე გაიგე და ის თუ არ იქნა მაშინ სულ იქნები ჭაობში ტივტივებ იმ შენ სერფინგიანად აი ხლა ეგ მდგომარეობა. როგორ გონიათ? შეიძლება რაღაცა ერთმა სპექტაკლმა ეხლა ან რაღაც ერთმა კინომა. არა, ერთმა არა. მასობრივი ის. შემოატრიალოს, აი უცბად აი რაღაცა ეგ ნახეთ და აი ამის შემდეგ დავიწყოთ რომ აი ესე კი არა, აი ესე. არის ეგეთი ისენი ეხლა აი ამ იმაშიც რა ეხლა ამ სივრცეში მართალია ძველი თაობის ხალხია მაგალითად, მაგრამ ხა იგივე მე ვთვლი რომ ეხლა ბევრს არ მოწონდა და რაღაც კრიტიკაც იყო, მაგრამ ეხლა მე ვთვლი რომ თქვათ ილიკო სუხიშვილი რაც აკეთებს ეს ძალიან მაღალ დონის ხელოვნება, ხო? არის ეგეთი გამონაკლისები არ, მაგრამ თლიანი როგორ გითხრა, იმან თქვა იმას უთხრა მე მგონი ფელინი უთხრა იმას რა გუერას რომ ჩვენ ვაკეთებ თუ აეროპლანებს აეროპორტები აღარ არის ანუ ამის მიღებიც ხომ უნდა იყოს უყურე მე განსაკუთრებით პოსტმოდერნის ეპოქაში სადაც სულ ციტატებით ხდება ლაპარაკი და სიუჟეტს კი არ ყვები რაღაც ციტატებია მინიშნება შენ რაღაც საკითხული უნდა კონდეს რომ ეს გაიგო აი ახლა აკუნინმა გააკეთა ჩაიკას გაგრძელება ხო ნუ დიდი ხანი ჩაიკა თუ არა საკითხული რაც გაიგებ ხო ანუ აი ეგ პრობლემაც არის ანუ მაყურებ გლობალური პრობლემაა გაუნათლებლობის სერიოზული და არავინ ამას არ ხედავს ნუ ვერ მიხედა ეგ შეიძლება ეხლა აი მოდი ისე გეტყვით კრიტიკულად რო შეხედოთ ხო ალბათ თქვენი მამებისა და თქვენი ბაბუების თაობა არა თაობა ამბობდა თქვენ თაობაზე რომ ისეთი განათლება არ არის როგორც ჩვენ არ ამბობდა არა ჩვენ ძალიან შერწყმულები ვიყავით რა მეც ძალიან ბევრი მყავდა უფროსი მეგობარი აიგე ეხლა გრძნობ თაობათა იმას ხო ეხლა აბსოლუტურ წვეტა იმიტომ რომ ენა აღარ არის ის ენა ხო არის რაღაცა განათლების დონე და რაღაცა ის ინფორმირებულობა თითქოს რაღაც ხო სხვა ენაზე ვლაპარაკობ ხო ანუ პრაქტიკულად გაწყვეტილი ორი ნაცია აიგე საერთოდ ანუ სტუდენტები ხავთ თქვენ ეხლა დავიწყე რა ცოტა ხანი საერთოდ ანუ არა აქვთ ეგ ის კულტურული რაღაცა ესეთი ბაგაჟი რომ ისი რა სულიერი კავშირი დავყარო ხნიჭი აქვთ მაგრამ ენა არ აქვთ მეთქი ხო ენა ეხლა ესე რა ქვია მათემატიკურ ზორო ჩააბაროს ვიღაცამ იმან ხომ უნდა იცოდეს ელემენტარული არითმეტიკა ხო ხო და თუ შენ უმაღლეს მათემატიკას ვერ ასწავლი თუ არითმეტიკა არის ანუ ენა გაწყდა რა ინტერესებთ
რადგან ახალგაზრდა მომავალ ხელოვნებთან თქვენ აგაქვთ ურთიერთობა? ნუ ისე არა მაქვს ახლა რომ რაღაცა ახლა დავინახე, იმიტომ რომ რამდენი ხა ერთ წელს არ არის. რაღაც ხომ დაინტერესებს ადამიანს. აინტერესებს, განა არ აინტერესებს. მაგრამ აი რაღაცას ვეუბნები, იმის ნაცვლად ვეუბნები დახატე. იმის ნაცვლად დახატოს იღებს ესა რა ქვია მობილურს და ეძებს. ანუ ის კი არ არის რომ თვითონ რაღაცა მოიფიქროს, თვითონ რაღაცა იფიქროს. აბა როგორია? და ესეთი ხო არ გავაკეთო გეუბნება. ის საერთოდ წაშლილია რომ შენ მე ვეუბნები რომ ახლა აი რაღაცა როა ხო პიესაში აი პიესის გარჩევაც ხო ამნიშნულოვანი რამე რაზე არის პიესა აბა ეს წაიკითხე აქ რო ეს არის ნახსენები ეს ვინ არის თქვა შექსპირში რო იუპიტერია ნახსენები მაშინ უნდა ძველ საბერძნეთი და რომი და ის უნდა იცოდე ხო ხო და აი ანუ თვითონ ეს პლასტი ენისა კულტურული კოდები ხო აბსოლუტურად წაშლილია თუ ვინმე გამოჩნდება ეგეთი მე ნახოთ თან გამიხარდება მაგრამ ნიჭი არის აი კი ვერ იტყვი რომ ეს უნიჭოა ეს ადამიანმა გეცოდება რომ გინდა რომ ამან ეს კიდე რაღაცა იცოდეს რომ რაღაცა ის დონე მიიღოს რომელიც უნდა იყოს რა კულტურა მკვიდრდება მაშინ ანუ რადგან ეს კოდები იშლება რაღაცა უკოდო ესე იგი საზოგადოება არ არის არა რა თქმა უნდა ბარბაროსების თავის ხო რა თქმა ანუ რა კოდები არის ეს მაშინ ხო აი ეგ ხდება რა ეგ ხდება რომ რეალურად იმდენად დეგრადირება ხდება ამ იმისი რომ შეიძლება სხვა ენაც გაჩნდეს რა ქართული ინგლისური ხო რაღაცა ანუ უკროიბერიულია რაღაცა იგი მაგრამ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ხა ამხელა კულტურა გვაქვს გინდა არ გინდა არსებობს ამ კულტურაში ისეთი მომენტები რომელიც ბოლო-ბოლო შოშანიკის წამება დღესაც რაღაცა დღესაც ვკითხულობ და დღესაც გვესმის სხვა იმას არ მაქვს ერთ-ერთი პირველი რაც შეიქმნა ხო რაც გვაქვს ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად ასე გადარჩა სავარაუდოდ იქნებოდა ბევრი მეცნიერი ამბობს იქნებოდა ანუ რაღაცა ესე არ ქრება ეს მე ამდენ ხანი არ გამქრალა 15 საუკუნეა ხო რაც ის ნაწარმოებია და დღემდე აქტუალურია იმიტომ რომ სკოლაში ისწავლება და ასე შემდეგ ანუ რაღაცა არის ეს არ არის სულად ცარიელი ფურცელი მაინც ეს ამ ადამიანებმა იმის მიუხედავად შეიძლება იუპიტერი არ იცოდნენ სკოლაში მაინც ეცოდინებათ რა ვიცი ჰაგიოგრაფია ეცოდინებათ რაღაცა ხო არ ვიცი მე მაგის კვლევარი არა ვარ მე უბრალოდ აი რაღაცა ჩემი ისა მაკრაუს შევხვდი ამ რაღაცებს ხო იქნებ აი ამ არსებულ კულტურაში დევს ეს რაღაცა იდეები და ეს რაღაცა შემოქმედებითი რესურსი უბრალოდ ვეღარ ურთიერთობენ ამ კულტურასთან არა ერთმანეთს ვერ ურთიერთობენ უყურე პრობლემაა უყურე მამს ეს შეიძლება რაღაც არაჩვეულებრივი ის ჩამოყალიბდეს რომელსაც კითხვა არ ჭირდება ეს არ ჭირდება განათლება არ ჭირდება და რაღაც ფენომენი ამ ხელოვნური ინტელექტი იყოს მის ნაცვლად ტვინის ნაცვლად რა ვიცი ხო მაგრამ მე არ ვიცი მე იმ რეჟიმის ადამიანი რომელიც იგნი ანუ გუტენბერგის ისა ხო ეპოქა ხო და აქედან გამომდინარე მე არ ვიცი ამის რეცეპტი მე ვიცი მე მეკაჩება რომ კაი ეს უკვე ამათ არაფერი არ შეიძლება და იქნება ახლა ახალ თაობას რაღაცას ნუ თლათის რო არ არის ანუ ეხლა ხო არ დავიწყოთ ნუ თითქოს ისეთი შეგრძნა ძალიან ცუდ რამეს ვამბობ რომ ამათ არაფერი არ შეიძლება არის ესეთი ფილმი თუ გაქვთ ნახი მოხუცების ადგილი აქ არ არის ხო იქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია თუ გახსოვთ რომ მე არა მაქვს ნანახი აზარი ისაც არის ხო წიგნიც არის წიგნის მიხედვით არის გაკეთებული იქ ერთი მომენტია რომ არის წინა თაობის შერიფი რომელიც აი ამ ახალ კვლელს სოციოპატია ხო აბსოლუტურად სოციოპატია მის მოტივას ვერ იგებს ხო მაგრამ ამ ადამიანს აქვს თავის სოციოპატიური მოტივები და დაჩვენებია რომ ეს ახალი ადამიანია ნიჩიანური ჭყალებში ნიჩიანური რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით იმ წინათაობას ჯობრის
ხო, მან თუ შენ ქვედა კონტურზე გადახვედი, შეიძლება გამრავლების და ჭამის მხრივ ის იყოს. ეგ ხო არის კვლევები, ტვინის კვლევა ძალიან სერიოზულად ხდება, ეხლა სკანერებია ნანო ზომის რა. და ხო კიცდება უკვე რომ უბრალოდ ზოგს ისეთ განვითარებული აქვს ეს ქვედა კონტური რა. რომ ეს შემგუებელია უფრო მოაზროვნე ადამიანი. აი ეს რომელიც ზოგი არის მიმიკრიას ახდენს რომ იმან არ შეჭამოს. ხო და აი აქ ძალიან საინტერესო რაღაცა ნახე, სადაც მტკიცდება რომ აი ეს ნაწილი და ეს კაცობრიობაში სულ არის. ეხლაც არის კანიბალი. კი. ხო. ხო და აი კანიბალების ის თუ გაჩნდა, ხო? იქ თავისი ის არის და მე გამოჩნდა ის რა ქვია ადამიანი მოაზროვნე თუ რაღაცა რომელმაც გადარჩა შეჭმას. რატომ მკითხეთ ეგეც? ჩემ წარმოდგენით ხა ჩემი წარმოდგენა რაღაცა სოციუმმა შექმნა. არსებობდა რაღაც წარმოდგენა ნორმაზე. ეხლა რასაც უყურებთ, თუნდაც პოლიტიკურ სივრცეს, საზოგადოებრივ სივრცეს. აი სიმართლე გითხრათ, სულ მაქვს ესეთი განცდა, რომ რაღაცნაირად ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემების ადამიანი ცხოვრობს ჩვენ საზოგადოებაში. იქნებ ეგ ჩემი წარმოდგენა ნორმაზე არის, არასწორი. ყოველთვის აი ეჭქვეშო აყენე ხოლმე. იქნებ ეს არის არასწორი და ის რაც ეს მრავალფეროვნება ფსიქოლოგიური სინამდვილეში ისე რა არის, სინამდვილეში რა არის, ის ტიპი, რასაც ჩვენ ვეძახით ადამიანს. ხო, ნუ თუ გინდ რელიგიურადაც რა, ის რასაც ჩვენ ადამიანს ვიძახით, ეს ხო არის გზა. ეს არის რომ ადამიანი გახდე. აიგე? და აი იმ როგორ თქვა, ადამიანებს თუ იმ homo რა ქვია, sapiens აქვს შანსი რომ ადამიანი გახდეს. აიგე, რომელიც რეფლექსირებს, რომელსაც რაღაცა მორალი აქვს, აიგე? ეს მორალი ხო რა არის? თუ მორალი არ აქვს, უნდა შეჭამო. პირდაპირ. ეგ მესაც ვერ ვიტყვით, აი ნახე ჩვენ ხო რეალურად შემაკავებელი ტაბუა რომ მორალია. მორალი არის, მაგრამ ერთი მომენტია, აი ნახეთ ჩვენ ხო რეალურად იმიტომ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, შეიძლება ეგ არ გესმოდა, მაგრამ მაინც ესე გამოვიდა, რომ კაპიტალისტურ სისტემაში გვიარსება. არა, ეგ ეხლა იცი რა, კაპიტალისტური ეგ მე მგონი ამასთან მოსატანი ამბავი არა. კაპიტალისტური არის ისა რა უბედურებაა ეს. აი ხა რასაც აკეთებს ისა ჩვენი დაუძინებელი მეგობარი დონალდ ტრამპი. აი ხო ეს ხო აბსოლუტურად ამორალური ადამიანი. ხო, მაგრამ და არის ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი. ხო, რა ეგ ლოგიკური ხომარია დიდმა კორპორაციებმა, რომლებიც აღარ არიან უკვე გამოზარდეს ისეთი პოლიტიკური კლასი, რომელიც აღარაა პოლიტიკური თავისი კლასიკური გამო. ხო, ეხლა ეს ჩემპიონატზე იმის წითელი ისა რა ქვია, ბარათის გაუქმება, ნუ ეს რა ვიცი. ხო. მაგრამ მე შენ არ გემცხეთება ისე. აი შენ მაინც შენ თაობის ეს შედარებით არ აუშავს რა. მე ჩემთვის ეს არის რაღაცა აი რომ ველურები მოვიდნენ. ხო, ველურები მოვიდნენ რა. აი რაც ქონდათ ალბათ განცდა რომის იმპერიას როცა მოვიდნენ ეს ვანდალები და რაღაცები. ხო, მაგრამ არის ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ აი რასაც აი მე რატომ ამბობ, რომ სისტემა რასაც ჩვენ ვაშენებთ. ხო. კაპიტალისტური რომელიც ბრაზი არის, ესა კონკურენცია, ერთმანეთის კონკურენცია და მუდმივი კონკურენცია. კანიბალიზმი. მეორე ეს არის გარკვეულწილად ეს ჰიპერინდივიდუალიზმის კულტურა, რომელიც გულისხმობს არა იმდენად იმას, რომ შენ რაღაცა შენი განსხვავებულობა დააფიქსო, არამედ გამარტოსულებას სინამდვილეში რა. ანუ მეორე ადამიანთან უნარობას, მეორე ადამიანთან კომუნიკაციაში, ნორმალურ კომუნიკაციაში შეხვიდე. და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ იკარგება რაღაცნაირად ეს ფუნქცია იმისი. სიჯანსაღი, სიოცლის სიჯანსაღი. და მაგალითად მოვიყვან. მესმის რომ ცხოველის უნდა რაღაცა ჰუმანურად მოექცე, მაგრამ შენ შვილს, ცხოველს, ძაღლს, კატას, იმიტომ მადლობ რომ მან ისწავლოს ადამიანთან ურთიერთობა, ზრუნველობა და ასე შემდეგ. როდესაც
მე ხდება დღეს ცხოველთ მოყარეობა, გადაიქცა კაც მოძულეობა. ხო, ეგეც არის. კაც მოძულეობა. ანუ შენ როდესაც ამბობ უკვე პირდაპირ ეთერში რომ აი რო ხედავდი რომ ძაღლი კვდება, შენ ძაღლი თუ ბავშვი, შენ ძაღლს გადაარჩენ და არა ბავშვს. და ეს რაღაცა ნორმალურია ხოლმე, იყო ეგ შემთხვევა. ნუ გადახრა. ხო, გადახრა არის და სინამდვილეში აი ესეთი მომენტი ვითომეს ჩვენთვის გადახრა, ეს არის საზოგადოება, სადაც გადახრები აღარ არსებობს, გაიგე? ახლა შენ იძახი ამას ყვები როგორც გადახრას, ხო? და არანაირ თუ რელატივიზმია ესეთი რომ ყველაფერი მოსულა, მაშინ აღხრები არ არსებობს, თუ ღმერთი არ არსებობს, როგორც თქვა იმან. ფეოდორმა. იქნებ უბრალოდ აღმოჩნდით პოსტჰუმანისტურ ეპოქაში, სადაც ნუ აღარა ადამიანი ღირებული რა. მაგას გეუბნები, ეგ გლობალ ხომ არა ჩვენ უბრალოდ ისე აღმოჩნდა არავინ არ გვითხრა ამის შესახებ. ხო, არ შეგვატყობინა. არ შეგვატყობინა. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ იქაც რაღაც მორალი იყო, ძალიან ისა დეფორმირებული თქვა საბჭოთა კავშირში რა. მაგრამ რაღაცა მორალი იყო, საბჭოთა ადამიანის კოდექსი თუ რაღაცა. ხო იყო რა, რაღაცა და ეხლა აღარ არის არაფერი. გაიგე? ეხლა ადამიანები განიცდიან გინებას გვიგზავენ. ხო. როგორ შეიძლება წამების თავისუფლებას გვართმევენ. გაიგე? აი ეგეთი აღშფოთება როგორც მაგან გამოიწვია, არც ერთმა სხვა საკითხმა არ გამოიწვია ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ბოლო, რა ვიცი, 10 წლის განმავლობაში. ეს გინების თავისუფლება. აი ნეტავი არ არის სხვა ღირებულება. იმის მოთხოვნა არ არის, რომ აი რაღაცა ჯამთელ გარემოში იყო, რომ რაღაცა ურთიერთპატივისცემის გარემოში იყო, სადაც ნუ კი ეს ზიზღი ყველა საზოგადოებაშია, ყველგან არის, ეს ადამიანური ფენომენია ზიზღი, მაგრამ არსებობს რაღაცა ფორმები, რომელიც საზოგადოება ანეიტრალებს ამას. შეიძლება ვიღაცა არ გიყვარდეს, მაგრამ ნუ რაღაცა არ იზავ ისე არ გააკეთებ ისე. ეგ იყო საქართველოში იყო ეგ გუშინ იყო. გადა ისა რა ქვია საუკუნეების გუშინ იყო ესეთი ამბავი. დღეს რაღაცნაირად ეს მიჩნეულია რაღაცნაირად ფარისეულობად და ღიაობად არის და თავისუფლებად მიჩნეული ის რომ აი რაღაცა გინება შეგიძლია. მაგი ხო ვიღაცამ თქვა ან კარგ ტიპად პირველი იყო სიტყვა. კარგ ტიპად გაიჩიტა ის ვინც ეს გააკეთა. არა, მე რას გეუბნები. მისაბაძი კაცი გახდა ის, ეგ ხო როგორ ხდება ადამიანის აღზრდა როგორ ხდება, ხო? ახლა ის ტყუილია რომ ის გლებმა გაზარდეს ის მაუგლი თუ რაღაცა, ხო? ადამიანის აღზრდა ხდება მიბაძვით. ხო, და თუ ის ვინც არის შენთვის რა ქვია იმას, ახლა რო ჩამოიყვანეს რაღაც ტიტულცოლიანი მომღერალი. ხო. მე არ ხო, მეც აღარ მახსოვს რა ქვია, ხო? თუ ის არის შენი კუმირი და მილიონობით ხალხი წავიდა და უზარმაზარი თანხა ყიდა ბილეთები თუ რაღაცა რა. აღმოჩნდა რომ დიდრები არიან ჩვენი ისა რა ქვია. მე ეგ შოუ ბიზნესი ისეთი საკითხია. ხო, მაგრამ ის შოუ ბიზნესი ვის გიყენებს თავში. ეხლა YouTube თუ არის, ხო? რომელსაც რაღაცა მორალი ან თუ გინდა იგივე უოტერსი, ხო, რომელიც რაღაცა დღესაც რაღაცა პოზიცია აქვს, ებძვის რაღაც პოლიტიკური პოზიციაც აქვს და ჩვენ გავიზარდეთ, როცა Pink Floyd-ი რაღაცა იყო მაგალითი, ხო? როჯერ უოტერსი დღეს არის მე ისაც მესვი. შენ შეიძლება საერთოდ არ გაინტერესებდეს იმ უღერბლის რაღაცა პოლიტიკური შეხედულებები, უბრალოდ მოგწოდეს მისი მუსიკა. ეს მესმის და აბსოლუტურად ბუნებრივია და გინდა იმ მუსიკის მოსმენა და იქ ყოფნა. ხო, მაგრამ უყურე ეხლა აი დღეს შემთხვევით უსმენდი, ეხლა ოპოზიციაშია ეს დედეტერო არის იმის შივშუკი რა. და სულ სხვა რაღაც დოკუმენტური ფილმი იყო და მასზე. და მუსიკა მე დიდად არ მომწონდა, დაიწყო რაღაცა ლექსების კითხვა. აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ლექსები რა. ძალიან კარგი, ხო, ძალიან კარგი პოეტი. მე დიდად არ ვგიჟდებოდი მაგის. 1-2 სიმღერა მომწონდა. ხო და ის რომ მაგალითი იყო, ანუ ჩვენ სივრცეში ეგრე იყო, რომ ვიღაც ადამიანი ის მორალის იმ მორალიტეა ეს ლექსის. აიგე, ის სპექტაკლიც ის არის თეატრი საერთოდ მორალიტე. ხო? ანუ გასწავლის რაღაცა ელემენტარულ თუ რაღაცა რო ადამიანი არ უნდა შეჭამა. ნაკლებად სისხლიანი რო იყოს საზოგადოება. ადამიანს ჩემი აზრით უნდა რაღაც თავგადასავალში ყოფნა.
მაგიტომ სჭირდება კინო, მაგიტომ სჭირდება ხელოვნება ხშირ არა, შემთხვევაში. ეგეც მესმის. და რას გულისხმობ? როდესაც 90-იან წლებიდან ვითომ თითქოს უარყოფითი თვალსაზრისით გვაჩვენებდნენ სულ ნარკომანებს. მე ისე იყო რა ქვია, იმათ გადახდათ რაღაცეები, ისტორიები იმათ გადახდათ, ისინი გადაიღეს კინოში. რუსეთშიც ერქვა ჩერნუხა ეს, ხო? ეს შავი. ხო, და უცბად აღმოჩნდა, რომ ნუ ის ვინც უნდა გამოეყვანათ ანტიგმირებად, საზოგადოებამ შეცვალა ეს და რაღაც ნაწილში ხო, არა, უყურე, მან ხო რა არის, როცა ნამდვილი გმირები არ არსებობენ, შეიძლება ანტიგმირი გახდეს გმირი. მოდი ესე გეტყვით, 90-იანებში აი ვინ შეიძლება ახალგაზრდასთვის ვინ შეიძლება ყოფილიყო გმირი იმ მომენტში. რთული იყო ეს პერიოდი. ხო, არა, მარტო მაგაზე არ არის, იქ ყოფით იმებზე კი არ არის, კაცო. იქ მოხდა აი ძალიან დიდი როგორ ნგრევა. პირველ რიგში ადამიანის ტვინებში და ადამიანის გულებში. აიგე? იმიტომ რომ მე მაგალითად მყავს ნანახი ადამიანები, ახალ ჩემი ტოლები მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, რომლებიც იყვნენ ესე იგი ესეთი ნამდვილი მომხრეები ამ კომუნიზმი თuliდნენ რომ ისა. მე რაღაცა წიგნი მქონდა, მაშინ ხო დასავლური კულტურა ასე ვთქვათ არ იშოვებოდა და რაღაც წიგნი მქონდა აბსტრაქციონისტების და რაღაცა ესე რა ქვია პოპ არტი და რაღაცა ესე და ეს პირველად ნახეს ორი რუსი ბიჭი იყო და სწავლობდნენ რაღაც წყალქვეშა ნავების რაღაც იმაში რა ქვია ნუ სამხედრო იმაში და გაგიჟდა ეს რა არისო ამას როგორ კითხულობ ეს ხო გესმის ამას როგორ უყურებ ხო ამას როგორ ისმენ ხო და იყო ხალხი და მე რას ვიძახი იცი აი არაჩვეულებრივი ფილმი არის ანდრონ კანჩალოვსკის აი თუ გინახია შენ ერთ-ერთი ბოლო ფილმია ის რომელი ქალაქი იყო მე მგონი ჩელაბინსკი რო დახურიდეს ზუსტად აი ეს ხრუშჩოვის დროს რო ხო კი დაღასავ ხო და იქ არის თითქმის ესე დოსტოევსკის დონის მონოლოგი ის მთავარი გმირი ქალი იძახის რომ თუ კომუნიზმი ანუ პერეფრაზია იმისი რომ თუ ღმერთი არსებობს მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და მისთვის ის კომუნიზმი და ის პრინციპები და ის მორალი ხო იყო რაღაცა ანუ ამ მორალი ცხოვრობდა უცბად დაინგრა ესა გაიგე ეს ყველაფერი და ხალხი აღმოჩნდა აბსოლუტურად უგზოუკოდ დაკარგული. ეხლა მე მახსოვს რომ ერთხელ მაჩემს მეგობარი მოვიდა ჩვენთან სახლში და აი პირველი ეროვნული მოძრაობის ეს ხალხი საიდან გამოჩნდნენ. ხო, ანუ ის ხალხი, ეგეთ ხალხი ნანახი არ ყავდა. გაიგე, აი თბილისში ეგეთ ხალხი არ დადიოდა. გაიგე, უცბად აბსოლუტურად სხვა ხალხი გამოჩნდა. მე ეს რა ქვია, ეს რა თქმა უნდა, არ ვიცი სპეციალურად იმას ხნეს, დაამყნეს ნაციონალიზმზე თუ ეს სტიქიურად მოხდა, მე ამას ძალიან ცუდი ფორმა მიიღო. კი, იქაც იგივე ხდებოდა. იქ აფხაზური ნაციონალიზმი გაღვივდა, აქ ქართული და ნუ აი ეს უბედურება და მოხდა. გაიგე? და იმ მორალში დრუჟბა ნაროდov და ის იყო როგორ ვინ გაბედავდა ვიღაცა ნაციონალურ საკითხში რაღაც კი რა თქმა უნდა ეს დაჟადი იყო და ეს არ იყო ბოლომდე მორალურად გააზრებული და შინაგანად ისა რა ქვია მიღებული ადამიანების მე ხო აი ეხლაც რო იყო ისა აი ეს კანონი რომ მიიღეს რაღაცა რა ქვია ქართულმა ოცნებამ რომ მიიღო კანონი ფარას არა აი ისა რა ქვია ვის შესახებ მითხარით აი რო არ უნდა ცემო ისა განსხვავებული ადამიანი თუ არა ძალდები ხო რაღაცა ნუ ეგ ხო შეურაცხყოფა არის გლობალურად ნუ თუ შენ ადამიანი ქვია რა თმინდა მე ეს კანონი ესმის ხო დაირღვა ეხა კანონი როდის იქნება როდესაც საზოგადოებას პირიქით არის ეგრე კი არ ხდება რომ კანონი იქნება და მე საზოგადოება მიუსადაგო მაგ კანონს საზოგადოება ითხოვს იმ კანონს და აქ ეგ კი არ არის აქ ვიღაცამ აიღო დაწერა მის რა ქვია ურსულა ფონ დერ ლაინის თუ ვიღაცის მითითებით ეგა კოპი პეისტი აიღეს დაწერეს ის რა არის ჩვენ საკანონმდებლო საქმიანობა
ხო. ცალკე ის არის, სივრცე არის. ცალკე ბედნიერება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ხშირად ეხლა უბრალოდ copy paste-ებით ხდებოდა. ესე არის, მაგრამ ის ეხლა ყოველ შემთხვევაში აი ეს ბოლო გინებასთან მიმართებაში. და მეორე ეს ეგრეთ წოდებული რუსულ კანონს, რაც უწოდებენ, სიამოვნებაში ფარას კანონი რა, ჩემი აზრით იყო თუნდაც ადეკვატური იმ რეალობასთან, რა რეალობაა. ეგ რა იყო ისე გადარჩენის ის იყო რა. ეგ რა არის, რომ პირდაპირ განგრევენ და შენ უკვე იზოლებული ხარ, რომ ეგეთ კანონი მიიღო, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ შემოგესიან რა. და მე მესმის რატო ეგ თავდაცვა იყო. თავდაცვა. ხო, თავდაცვა. ჩვენ რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ, ეგ თავდაცვა არ დაგჭირდებოდა. ისე აი ჩვენი თვითახმა, ხო, ჩვენ საქმეებთან მიმართებაში. ხო, ძალიან განსხვავებულია. ჩვენი თვითახმა ყოველთვის იყო ის, რომ რაღაცა ორიგინალურები ვართ, რაღაცნაირები ვართ და უცბად აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი ეს ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, საკანონმდებლო აქტები იქნებოდა თუ კიდე ბევრი რაღაცა. ანუ უბრალოდ ისინია რა, კალკირებაა და მიმიკრია. და თან ამაყობენ, რომ გამოვიდნენ და ჩვენ პირდაპირ გადმოვწერეთ ის რა გვიფარას კანონი. რატო გადმოწერეთ პირდაპირ? რა ჩვენ რაღაც სპეციფიკა არა გვაქვს, რაღაც ქართული თუ კავკასიური თუ რა რო შეხედო ხო? აი ადაც რასაც ეძახიან, მართლა საოცარი სივრცეა. ხო? ადათები ზოგადად მაშინ იქნება, როდესაც ზამკაცრ გეოგრაფიულ არეალში და სოციალურ გარემოში. ეგეთი გავიზარდეს. ხო, არა. ეგეთი იყო კავკასია. ეხლა ხო ახალგაზრდა ტიპი თბილისში, რომელიც ცხოვრობს, ეგეთ გარემოში ხო არ ცხოვრობს. ის ცხოვრობს აი დააკვირდა. მოხდება ეგეთ გარემოში. ამის შედეგად ეხლა რაც ხდება მოხდება. ხო, სავარაუდოდ სამწუხაროდ შეიძლება დიდი შანსი არის, მაგრამ სამწუხაროც არ იყოს ეგ. თქვენ დააკვირდით აი სტუდენტებს. ხო. ძირითადად კერძო მასწავლებლებთან, კერძო წრეებში. აი აგერ ეზოს ფენომენი გამქრალია თითქმის. თითქმის არაფერი არ მოყლებიათ ამ ადამიანებს. გარდა შეიძლება არა, ძალიან ბევრს უჭირს ძალიან. არა, მე ეცი რას ვამბობ. აი ის ელიტარული ნაწილი, რომელიც გამოდის, რომელიც რაღაცებს ითხოვს, ანუ მანდაც ყოფ ორ ნაწილად. ხო, მართალია. რომელიც გამოდის ხშირ შემთხვევაში მათ სოციალურ იმას რო შეხედო ბექგრაუნდს, ვინც ტელევიზორებიდან ჩანს. საერთოდ არ არიან ეცე გაჭიროებული. საკმაოდ მაძღრებია. ხო, მე იმის სწორედად არ გამიკურდებოდა. თუნდაც აი ეს რო იყო, რო დაჭრა მამა და ის ის ვიღაცა. იმის არ გამიკურდა, იმიტომ რომ დედა ემიგრაციაში რაღაც ხო, რაღაცა ბერძნულის ჰქონდა. ლაზარე, ხო. და იმის არ გამკურებია, იმიტომ რომ გასაგებია ის სოციალური მდგომარეობა, სადაც ის ცხოვრობს, სოციალური რეალობა. თლა ჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოს არ ქმნის. მაგრამ ამათ რა დაემართათ, რომლებიც კარგად ცხოვრობდნენ. აი ამათ რა დაემართათ? რატომ გაჩნდა გაბოროტება იქ, სადაც წესით არ უნდა გაჩენილიყო? ხო, აი მე მაგას მე მგონი ახლა ძალიან წრეზე დავდივართ, მე ვიზახი რომ რეფლექსია შეწყვიტეს, აღარ ფუნქციონირებს ეგ ისა რა და მოქმედებენ პატერნებით. კარგია, ევროპა ცუდია, რუსეთი თავისუფლება არის, რასაც მინდა გავაკეთებ, მარტივი ის არის. ეს პატერნი ერთია, მაგრამ ის ემოცია რასაც დებენ მაგ ყველაფერში. ის ემოცია იმას მე ჩვენი წარმოუდგენელი რომ ის ითამაშო. ის აქვს ეს ემოცია. შეგიძლია რაღაც ემოცია გაქვს, რაღაც ემოცია, რაღაც უკმაყოფილების ბაგაკ და პრინციპში ისა გაქვს რა, თავიდან რაც თქვი რომ ანუ რაღაც კომპლექსი გაქვს იმისი რა, არასრულყოფილების. რაღაც იქიდან მოდის ეგ. რომ შენ რაღაცის მეტის ღირსი ხარ, გაიგე? და აი რა ამის მიზეზი რა არის? მთავრობა. არა, მთავრობა არის, რომელიც არის ინსტრუმენტი. რუსეთი, რომელმაც დაგისვა მთავრობა, რომელიც მიგაქანებს, რა ქვია იმას, ჩელებინსკში. და შენ ხარ გმირი, რომელიც შენ ხარ გმირი და ხო, შენ ყოლს მიზეზი ხო და შენ უნდა ამას ოღონდ არ შეეწირო. თან კოსტავა ხარ, თან ისა ხარ. ხო, მაგრამ თავის გაწირო არ გინდა. თავის გაწირო რაღაც. ხო, რაღაცნაირად მაინდამაც არ გინდა. აი ეს არ დაახლოებით კლუბში რო დადიან და ეს ხო სიუჟეტური აცდენაა. ხო. ანუ გაიწირე რა თავი. გააწირე თავი. ისე აი ადამიანი
რენე ჟირასაც აქვს ხო. რომანტიზმში და რომანტიზმი ქვია ხო. რომანტიზმის სიყალბე ესე ქვია. ხო. მან დააქვს რომ ადამიანი რეალურად ცდილობს რომ უკვე არსებული რაღაცა სქემა გაიმეოროს, დონ კიხოტის სქემა. მაგას ვიზახი რომ მიბაძოს და მიმიკრია გააკეთოს. ვის ბაძავენ ეს? ანუ ვერ ნახე პირველ წყარო ვისაც ბაძავენ. არა, ვის ბაძავენ, რას გეუბნები? ეხლა აი უყურე მარტივი სქემაა რა. აგერ შეხედე. ჩემს უთქვიათ რომ აგერ ბიჭო ამერიკა რასაც უნდა იმას აკეთებს, უნდა ხო ხდები რა და მოდი ჩვენ როგორღაც მიმიკრია გავაკეთოთ და გავხდეთ ცოტა ამერიკელები. იმიტომ რომ რეალურად ის საშიში ტიპი რომ მოდის საზოგადოებაა თქვა პირველყოფილი რა. და ის ხო არიან ვიღაცები რომ ეს შერხანს რო დაყვება ეს ქვია პატარა ის რა ქვია ტურა ხო და ამერიკის პერსონალიზაცია ხდება ესე თქვათ არა ისე რა ცოტა უფრო ფართოა დასავლეთი რომელიც არის კარგი საუკეთესო ეხა ის თემა რომ დასავლეთი როგორ გახდა საუკეთესო და ისა და რამდენი კოლონიაში რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამას და რა უბედურება არის საერთოდ კაცობრიობის ისტორია კატარები როგორ ამოხოცეს მაგალითად იმაში ესპანეთში ან რაღაც ხო ეგ ხო არიციან იმიტომ რომ განათლება არ აქვს აიგე და პატერნებით ის არის ერთხელ აი მე მახსოვს ის რო იყო მამა ბასილი კლავიშვილი რო იყო გახსოვს და მაშინ არ იყო ხა ეგეთი ისა ტელევიზია განვითარებული და სოციალური ქსელი საერთოდ არ იყო და ჩამოიტანს რაღაცა რელიგიური ლიტერატურა იაჰოვას მოწმეები. ხო, ვერ არჩევდნენ იაჰოვა თუ რაღაც უცხოეთიდან შემოვიდა რაღაცა ლიტერატურა. გაიგე? და ესენ დაუწვნენ ამ ავტობუსს თუ რაღაცას რომელსაც მოქონდა ესა და გადმოყარეს ეს და წვავენ. და კაცს უყურებ და ეს მამა ბასილი დგას და ვიღაცა მრევლის საწყალ ესეთ ძალიან სანდომენ კარგი ხალი რაღაც მოხუცებული მისი მრევლი მოვიდა და ხელში უჭირავს ბიბლია. ხო და ისა მამა ბასილო ისა რა ქვია თქვენ რო თქვით დაწვით და ესო ბიბლია არისო ხო და ბიბლია გამოართვა ჩააგდო კოსში ანუ გესმის იქ უკვე სხვა ის არის რა სხვა რიტუალური ხო ის არ არის ნიშნულობა არ აქვს ვინ წაიკითხავს ეს ბიბლია თუ ის არის ხო განურჩევლობა რაღაცა ხო აბსოლუტურად რუსია ის რუსი ნახევარზე მეტი აქ ვინც არის ჩამოსული გამოქცეულია პუტინისგან და რა ქვია ისა რა ქვია რუსული იმისგან არა იცი რა არის იმათაც იგივე უნდა ალბათ თქვენი თაობის ადამიანები რო იქ ყოფილიყვნენ სხვა ადგილზე აი ექსცესზე როდესაც ეს მოხდა რუსი ქალს დაარტყეს ხო ალბათ ის ადამიანები სხვანაირად მოიქცეუნენ, სხვანაირად მოაგვარებდნენ. ემოციური ინტელექტი სხვანაირი იქნებოდა. მე გამორიცხულია, ეგეც რამე, მე არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა. მე უბრალოდ სხვა რაღაც ვიზახი, რომ ანუ დავკარგეთ რა, აი ხო ითვლებოდა რომ ქართული ცოტა დიპლომატია შეუულია რაღაცნაირად იქ მოგვარება რაღაცა. ანუ ინტელექტუალური მაღალი ინტელექტი, ემოციური ინტელექტი, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ითვლებოდა ქართული იმ საბჭოთა სივრცეში. რუსი ეგეთი არ იყო. რუსი ხისტი იყო ცოტა რაღაცა და ქართული ითვლებოდა უფრო აი მოქნილად ისეთ აქ გამოჩნდა რომ არ არის მოქნილობა არ აქვს ამ ადამიანს არა ეხლა უყურე აი მოაგვარეს ელემენტარული ის რა გვარია ეს ბიჭი ჟურნალისტი რომელმაც გინების გულს ჩასვეს თუ რაღაცა სანაია ხო მე მაგალითად თვლი რომ მან გააკეთა პროვოკაცია სპეციალურად და რაღაცნაირად აწია თავისი ცნობადო თუ რაღაცა რა. ხაიპი ესეც ხო, ხაიპი. თანამედროვე. ხო, ხაიპი მოაწყო რა. იმიტომ გლობალურად გაიგე, ეხლა რა აქცია ეგა. მაქსიმალურ უზრდელობა. და ძალიან არის, ხო ხედავ ეს მოედო და ეხლა იმეორებს ჟიჟილაშვილი, მიჟილაშვილი ვიღაცა, გაიგე, სხვა ჟურნალისტების იგივეს იმეორებენ. რომ ეს აი ახლა რა შეგვიძლია ეს გმირია რომელიც 3 დღით ჩასვეს იმაში ციხეში მე ამიტომ მგონია რომ ეგ არის აბსოლუტური სისულე ამაც დაკავება რა გაიგე იმიტომ რომ ესენ მაგ უნდათ
ამან ძალიან კარგად გაიგეს, რომ აღარ აწამებს ციხეში. საკმაოდ კი შეიძლება შეიძლება კარგი ის არის. ეხლა რა შევადაროთ ციხეების ისტორიას ბიბლიოთეკა არ არის, ჰა? საქართველოს ციხეების ისტორიას რო შევადაროთ, ეხლა ყველაზე ესეთი ისა კურორტი. ხო, არა, მაგრამ ეხლა მე მოვისმინე ვიღაცამ თქვა, რომ კონდიციონერი არ არის. თქვენ წარმოგიდგენიათო? გაიგე? ხო და ანუ მაქსიმალურად მიახლოებული ნორმალურ აი ბინაში როგორც ცხოვრობს ადამიანი, ეგეთი მდგომარეობა და თან გმირი გამოდიხარ იქენ სამ დღეში. აიგე? არაჩვეულებრივი ის არის საშუალება და ეს ხო შენ თქმის არ იყოს, ეს არის საზოგადოება, რომელიც ხაიფში ცხოვრობს საერთოდ. ორდღიან ხაიფში. ხო. რამდენი თემა იცვლება. ყოველ წუთს ვახეს რა მაგარ რაღაც გამოვარდებიან, ახლა ამას ყივიან. დაიწერენ ყველან შუბლზე ამას ესა. ეს ხო შიზოფრენიული მდგომარეობაა ცოტა არის. ანუ ყოველთვის რაღაც დაკმაყოფილება ის არის რა, აი გაუთავებელი ისა. რა ქვია იმას? ბულემია. აი რო ჭამენ და ვეღარ კმაყოფილდებიან. მოდი რაღაცნაირად სოციალური ბულემია თუ რაღაც დავარქვათ. აი რას ელოდებით, ანუ ის ელოდებით, რომ რაღაცა ცვლილებები ხონდა მოხდეს რაღაცნაირად. ყველაზე ესეთი დაცემული იყო ისრაელის ხალხი. აი ეგეთ ზუსტ ანალოგიას საქართველოსთან არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც მაშინ მოივლინა იესო ქრისტე, ხო? როდესაც ყველაზე დაცემული იყო. ხო ვერცნეს. ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თავარი მომენტი არის ის, რომ ვიღაცა გვჭირდება. ანუ აშკარად რაღაცა საჭიროება გახდა, რომ ამ სივრცეში რაღაც გათამაშდეს, რაღაც გრანდიოზული გათამაშდეს, რომ აი, რა ვიცი, ამაზე კიდე დაბლა როგორ უნდა დააეცეს, აი მორალური თვალსაზრისით ქართულ საზოგადოებას. ნუ ეხლა გეტყვი მე მქონდა ჩემ მეგობართან, ეგ ხო ბევრგან არის რა. ჩემ მეგობართან, რომელიც საკმაოდ ისეთ განათლებული კაცია, კულტუროლოგისა, პროდიუსერი, ძალიან სერიოზული ფიგურაა თქვა. და აქ იყო ჩამოსული ჩემთან და მოითხოვა რაღაცა acid რაღაცა ჯგუფი იყო ჩამოსული და გამიკვირდა მუსიკას არ უსმენსო, ვიცი რომ განათლებული კაცი რაღაც უბედურებაზე წავიდა. და რას მიშოვე ბილეთი, უშოვე რა თქმა უნდა. ხო წავიდა, მოვიდა და მეუნება რომ რამ წაგიყვანა მოთხარ ხა ნორმალური ადამიანმა შეიძლება ეს უბედურებაში მოხდეს. არო მაინტერესებდა. მათო მონახესო ძალიან მარტივი პატერნები და ენაო რომ ეს ხალხი მოხიბლო. გაიგე? და მე მინდა რომ ესეთივე რამე გავაკეთო, ხო ნორმალურიო რა. და მე ვთხარ ეგ შეუძლებელია. მაგას ძალიან დიდი ხანი ვიდავეთ. მე ვთხარი ის რაგვარი იყო ეს აქციონერი მხატვარი იყო ესა ის რომ მიიჭედა ერთი ადგილი იმაზე. ხო დამავიწყდა. ხო, მეც აღარ მახსოვს, ხო. კრემლის მოედანზე მიიჭედა ესა ტკივნეული ადგილები, ხო და მე ვთხარ უკვე დაძლეულია, მე ვთხარი ფსკერი. ფსკერი დაძლეულია. ეხლა ერთადერთი შანსია რომ მაღალი ხელოვნება გააკეთო, პატერნები და პრიმიტიული ენა კი არ გააკეთო. პირიქით უნდა გააკეთო. სხვა შანსი არ არის. ეხლა არის ეგ გზა არის. აი, ნუ შეიძლება რელიგიურად გამომდის, მაგრამ სერაფიმ ესაროვილი როგორც ამბობს, რომ შენ გადარჩი და ბევრნი გადარჩებიან შენ გარშემო. ანუ მაგალითი იყავი შენ. მართლა შენ თავი გადაარჩინე და ხა მე ეს ყოველთვის გამოჩნდება, რომ შენ ჩემთვის დღემდე მაგალითი არის ძალიან ესეთი კაცი. მაგას მეგობარი იყო. არ ვიცი უნდა ვახსენო თუ არა, მან გერმანისტი რეზო ყარალაში, ბუბა ყარალაში შეძახოდნენ. არჩეულებრივი ადამიანი. ისეთი ის იყო სადა და უბრალო კაცი, გაიგე, მაგრამ აი ძალიან სულიერი. და დღემდე ცდილობდი ყოველთვის შემთელი ახალგაზრდობა ცდილობდი ის კი არ რომ მივებაძა მისთვის, ტანსაცმელიც ისეთ ჩამეცვა, როგორც ბუბას ეცვა, გაიგე? არაფერი ის არ იყო წარმატებული და დოლჩე გაბანებით და დონაკარნებით არ დადიოდა და მაგარი მანქანა და ფული და რამე არ ქონდა, მაგრამ საოცარი ადამიანი იყო. აი ეგეთ ხალხი გადაარჩენს ამას.
აიგე? ეს მჯერ არის რაღაცა ეგეთი. ხო, იმიტომ რომ არა, მაინც მგონი ცირა რაღაც ცოტა ისე რომ შევხედოთ. რაღაცა ეტყობა უნდა გათამაშოთ ეს მაინც ჩვენ საზოგადოებაში. ეგ გათამაშება აუცილებლად. რაღაცა ეგ დრამა იქნება. ხო. აუცილებლად იქნება. ანუ მზადდება აქ ყველაფერთვის ჩვენ საზოგადოება. ხო, ეგ ყოველს ეგრეა. რაღაცა ხდება ეგეთი. მაგრამ მე მგონია ძალიან საინტერესო მანიფესტაცია იყო. ჩვენ წმინდა პატრიარქის გასვენება. კი. ხო და მე მგონია გათამაშდა უკვე. უბრალოდ ჩვენ ჯერ ბოლომდე ვერ შევიცანეთ რა მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო. ხო და ეხლა ეს არის მიბაძვა ეგეთი მაგალითები. მეც ვერაფერს ვერ იზამ. ანუ თქვენ მაინც ნახეთ მე-19 საუკუნიდან აი ბოლოსკენ მივდივართ. მე-19 საუკუნეში მაინც ეკლესიიდან კი არა, საერო სივრციდან მოვიდა, გარკვეულწილად უხსნელია ხო, აბა ილია ჭავჭავაძე თეგდალები უხსნელები იყვნენ, აბა ვინ იყო. ხო და დღეს საიდან უნდა მოვიდეს ესეთი? საიდანაც მოვა. გაიგე? იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ დაახლოებით არ ვიცი ხა ამბობენ 1.5 ნახევარი მოთხოვნილებაა დიდი, არ შეიძლება არ მოვიდეს ეს. მოსული იყო და წავიდა. ხო, გესმის რეალურად როგორც შენ იძახე ებრაელმა ერმა ვერ იცნო, ხო, მესია. ქრისტე ვერ იცნო, ხო? ყავდა და წავიდა. ხო და მაგრამ ის მე რაღაცას მიხსნე. იმხელა რიგში იდგა ხალხი. მეგრე არ არის. მე არ ვიძახე ეგ მარტო რელიგიას, იქ ძალიან ბევრი საერთოდ არ იყო რელიგია. და არ იყო სხვა კონფესიის ხალხი იყო. აიგე? იმედია, რა ვიცი, ინდივიდუალურად მაინც მივხვდებით თუ მოვა ეს. ნუ არა, მიხვედრილია უკვე ეს 1.5 3 მილიონში რომ მიხვედრილია ცოტა არ არის. ხო. აბა უღრმესი მადლობა დროც რაღაცნაირად ამოგვეწურა. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იყო ჩვენი ბაასი თქვენთვის. დაწერეთ კომენტარები. არანაირი ნიჰილიზმი, უბრალოდ პრობლემებად ეს პრობლემები ყოველთვის გადაილახება სწორი ქცევით და სწორი რაღაც შემართებით. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.